მოდით ახლა გადავიდეთ მეორე თავის ამოცანებზე. წავიკითხოთ მე-18 ამოცანა. წრფივ ავტომაგისტრალზე, აქ სურათია მოცემული, თანაბრად მოძრაობენ ავტობუსი მარჯვნივ 20 მეტრ წამის სიჩქარით. დავწეროთ V ავტობუსის 20 მეტრი წამის სიჩქარით. მსუბუქი ავტომობილი მარცხნივ. მოდით ეს იყოს VB. მოძრაობს მარცხნივ 15 მეტრ წამის სიჩქარით. და მოტოციკლისტი ასევე მარცხნივ VC 10 მეტრ წამის სიჩქარით. დაწერეთ მათი მოძრაობის განტოლებები. ეს პირველი კითხვა არის, მერე იპოვეთ ავტობუსის კოორდინატი 5 წამის შემდეგ, მსუბუქი ავტომობილის კოორდინატი და გავლილი გზა 10 წამის შემდეგ. შემდეგი კითხვა არის, რა დროის შემდეგ იქნება მოტოციკლისტის კოორდინატი 600 მეტრის ტოლი და რა დროის რა მომენტისთვის ჩაუარა ავტობუსმა ხეს. სად იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დაწყებიდან 20 წამით ადრე. და აქ მოცემულია საწყისი კოორდინატები. მოდი დავხატოთ სურათი და ნელ-ნელა იმ კითხვებსაც გავცეთ პასუხი. ეს არის თქვათ X ღერძი. კოორდინატთა სათავეში, ჩვენთან რაღაცა ხე არის დარგული, ესეთნაირად წარმოვიდგინოთ ხე. და მოდით ვნახოთ ახლა საწყისი კოორდინატები როგორი არის. ავტობუსის არის 500 ტოლი და როგორც თქვით, ის მოძრაობს მარჯვნივ, მოდით ეს VA სიჩქარე მიმართოთ X ღერძის თანხვედრი მიმართულებით. შემდეგ არის ავტომობილი, რომლის საწყისი კოორდინატი არის 200, სადღაც აქ იყოს თქვათ 200 და ის მოძრაობს მარცხნივ, მოდით ესე დავხატოთ ვექტორი, როგორც ხედავთ, ის არის მე მარცხნივ მიმართე, VB ვექტორი. მოტოციკლეტისტის საწყისი კოორდინატი არის -300, ესე იგი 0-ის მარცხენა მხარეს იქნება, სადღაც აქ არის, თქვათ, ჩავთვალოთ, რომ -300 ტოლი არის და ის მოძრაობს ასევე მარცხნივ. ესე იგი VC ასევე მარცხნივ არის მიმართული. პირველი კითხვა იყო ესეთნაირი, რომ უნდა დავწეროთ თითოეული ამ სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულება. ესე იგი ზოგადად კოორდინატის დროზე დამოკიდებულება მოიცემა ფორმულით. X არის x0 პლუს Vx გამრავლებული t-ზე. რადგან მოძრაობა წრფივი თანაბარი არის. ესე იგი x0 აქ საწყისი კოორდინატი არის, Vx არის სიჩქარის პროექცია X ღერძზე. t არის დაკვირვების დრო. x0 კი, როგორც თქვით, საწყისი კოორდინატი, ანუ კოორდინატი t უდრის 0 მომენტში. მოდით ავიღოთ, ესე იგი, თქვათ, ჯერ პირველ რიგში ეს ავტობუსი. X ავტობუსის XA არის მისი საწყისი კოორდინატი არის 500 ტოლი, 500 პლუს სიჩქარის პროექცია დადებითი არის, იმიტომ რომ სიჩქარის მიმართულება ემთხვევა X ღერძის მიმართულებას, ამიტომ აქ პლუს წერ 20 გამრავლებული t-ზე. ეხლა შემდეგი არის ავტომობილი. მოდით XB. მისი საწყისი კოორდინატი არის 200 და რადგან სიჩქარე მიმართული არის X ღერძის საპირისპირო მიმართულებით,
სიჩქარის პროექცია იქნება უარყოფითი. ამიტომ მინუს სიჩქარის სიდიდე 15 უკაცრავად 15 გამრავლებული ტ-ზე. და მესამე სხეული გვაქვს ჩვენ ასევე ველოსიპედისტი XC საწყისი კოორდინატი არის -300 და რადგან ისიც მარცხნივ მოძრაობს, მისი სიჩქარის X პროექცია იქნება -10 ტოლი, იქნება -10 ტ. ასე რომ პირველ კითხვას პასუხი გავეცით. მეორე კითხვა არის შემდეგნაირი. ავტობუსის კოორდინატი 5 წამის შემდეგ. აი ავტობუსის განტოლება იყო XA არის 500 პლუს 20 ტ და აი ამ ფორმულაში ტ-ს მაგივრად უნდა ავიღოთ 5 წამი. იმისათვის რომ გავიგოთ ავტობუსის კოორდინატი 5 წამის შემდეგ. ნუ შევიტანოთ აქ ტ-ს მაგივრად 5 და x-ისთვის გვექნება 500 პლუს 20 ჯერ 5, ნუ ეს 100 არის და 500 პლუს 100 გამოვიდა 600. ეს მეორე კითხვა იყო. მესამე კითხვა. მსუბუქი ავტომობილის კოორდინატი და გავლილი გზა 10 წამის შემდეგ. პირველ რიგში კოორდინატი დავადგინოთ. მსუბუქი მანქანის განტოლება არის ესეთი XB არის 200 minus 15 ტ და ამას გთხოვენ ჩვენ 10 წამის შემდეგ კოორდინატი რისი ტოლი არის. ანუ ტ იქნება ტ-ს მაგივრად უნდა 10 წამი შევიტანოთ. ასე რომ XB ეგ არის 200 minus 15 ჯერ 10, ანუ 200 minus 150. ნუ ეს ჯამში გამოვა 50. ამის გარდა გთხოვენ გავლილ მანძილს. გავლილი მანძილი L არის საბოლოო კოორდინატი, აი 10 წამის ბოლოს რაც იყო, ესე იგი 50. გამოკლებული საწყისი კოორდინატი. საწყისი კოორდინატი არის 200 და ეს აღებული მოდულში, იმიტომ რომ გავლილი გზა იქნება დადებითი. ესე იგი 50 200 რო გამოვაკლოთ არის -150 და მოდულში აღებული გამოვა 150. გავლილი გზაც ვიპოვეთ. შემდეგი კითხვა. რა დროის შემდეგ იქნება მოტოციკლისტის კოორდინატი -600 ტოლი? ახლა მოტოციკლეტისტის განტოლებაა. გავიხსენოთ. XC იყო -300 minus 10 ტ-ს ტოლი და ახლა გვეუბნებიან რომ კოორდინატიო გახდაო -600 ტოლიო და რა მომენტში იქნებაო ეგაო. ეს იგი XC-ს მაგივრად უნდა შევიტანოთ -600, ეს იგი -600 უდრის -300 -10 ტ. მოდით ტ-ს შემცველი წევრი მარცხნივ გადავიტანოთ და ეს -600 მარჯვნივ. ამიტომ მივიღეთ განტოლებას 10 ტ უდრის 600 -300, ესე იგი გამოვიდა 10 ტ უდრის 300. ნუ 10-იანები შეიკვეცება და ტ გამოვა 10 ტოლი. ესე იგი აღმოჩნდება რომ 10 წამის შემდეგ ველოსიპედისტის კოორდინატი გახდება -600 ტოლი. და ბოლო შეკითხვა არის ეგეთი. არა, კიდე ერთი შეკითხვა არის. შემდეგ ფურცელზე გადავალ. შემდეგი კითხვა არის ესეთნაირი. სად იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილი
დროის რა მომენტისათვის ჩაუვარა ავტობუსმა ხეს. მეოთხე კითხვა. დროის რა მომენტში ჩაუვარა ავტობუსმა ხეს. ეს კი ავტობუსის მოძრაობის განტოლება იყო XA არის 500 პლუს 20T და როცა ავტობუსი ხეს ჩაუვლის, ეს ნიშნავს, რომ ავტობუსის კოორდინატი დაემთხოვა ხის კოორდინატს და ხის კოორდინატი არის 0-ის ტოლი. მაშინ ჩვენ გვეკითხებიან რა მომენტისათვის იყო ავტობუსის კოორდინატი 0-ის ტოლი. ესე იგი ამ განტოლებაში უნდა შევიტანოთ x-ის მაგვირად 0. ესე იგი 0 უდრის 500 მინუს 20T, ესა პლუს 20T, ანდა 20T უდრის მინუს 500, ნუ გნოლები გაიკვეცება და T გამოვა მინუს 25. მინუს 25. ესე იგი, რადგან T უარყოფითი გამოვიდა და დროის საწყის მომენტად ჩვენ გვაქვს დაკვირვების დაწყების მომენტი, ეს ნიშნავს, რომ ეს მოხდა წარსულში. დაკვირვების საწყისი დაკვირვების მომენტამდე, რადგან T უარყოფითია. ესე იგი, 25 წამით ადრე, ვიდრე ჩვენ დავიწყეთ დაკვირვება და ეს სურათი ავაგეთ, ავტობუსი იყო ხესთან. ეს ამას ნიშნავს. და ბოლო კითხვა არის ეგეთი. სად იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დაწყებამდე 20 წამით ადრე? ნუ, მსუბუქი ავტომობილის განტოლება. ესე იგი, XB ეგ არის 200 მინუს 15T და გვეკითხებიან სად იმყოფებოდა მოძრაობის დაწყებამდე 20 წამით ადრე. ესე იგი, T აქ არის მინუს 20-ის ტოლი, რადგან მოძრაობის დაწყებამდე დროები იქნება უარყოფითები. შევიტანოთ აქ და მივიღებთ XB არის 200 მინუს 15 გამრავლებული მინუს 20-ზე, ეს გამოგვივა 200 პლუს 300 და ჯამში გამოვა 500. ესე იგი, ავტომობილი მოძრაობის დაწყებამდე 20 წამით ადრე იმყოფებოდა წერტილში, რომლის კოორდინატი XB არის 500-ის ტოლი. აი, ამით დამთავრდა ეს ამოცანა. ეხლა მოდით მე-19 ამოცანაზე გადავიდეთ. წავიკითხავ ამოცანას. სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აღიწერება განტოლებით. X პირველი არის მინუს 270 პლუს 12T. ქვეითის მოძრაობა კი იმავე გზატკეცილზე განტოლებით X მეორე არის მინუს 1,5T. შეასრულეთ განმარტებითი ნახაზი. ღერძი მიმართეთ მარჯვნივ, რომელზეც მიუთითეთ ავტომობილის და ქვეითის მოძრაობის საწყისი მდებარეობა საწყის მომენტისათვის. რა სიჩქარით და რა მიმართულებით მოძრაობდნენ ისინი? სად და როდის შეხვდებიანო? რამოდენიმე კითხვა. მოდი ჯერ ნახაზი გავაკეთოთ. ეს არის X ღერძი. თქვათ ეს არის კოორდინატა სათავე 0. ნუ, აი აქ სადღაც არის წერტილი მინუს 270 0-ის მარცხნივ მდებარეობს, ესე იგი ესა და ეხლა აი ნახაზი გავაკეთოთ. ესე იგი, ავტომობილის სიჩქარის პროექცია X ღერძზე არის დადებითი. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომობილის მოძრაობის მიმართულება ემთხვევა X ღერძის მიმართულებას და ტოლი არის 12 მეტრ/წამისა. ეხლა ქვეითის მოძრაობა საწყისი კოორდინატი არ აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის იწყებს მოძრაობას კოორდინატა სათავედან და რადგან მისი სიჩქარის პროექცია უარყოფითი არის, ეს ნიშნავს, რომ ის მოძრაობს
x ღერძის საპირისპირო მიმართულებით და სიჩქარე არის 1.5. ნუ ალბათ მეტრწამებში არის ეს ყველა სიდიდეები მოცემული. ნუ ეს იგი ფაქტიურად ჩვენ დავხაზეთ საწყისი მდებარეობები ავტობუსის და ავტომობილის და ქვეითისა, ესე იგი x პირველი 0, ესე იგი ეს ნიშნავს რომ საწყისი კოორდინატი ავტომობილისა იყო -270, ეს მინუსი ნიშნავს იმას რომ x ღერძის 0 წერტილიდან მარცხნივ მდებარეობდა საწყისი მდებარეობა, ხოლო სიჩქარე v პირველი x-ი ავტომობილის არის 12 მეტრწამი და დადებითი ნიშანი რადგან აქვს, ეს ნიშნავს რომ მოძრაობს x ღერძის თანხმოვანი მიმართულებით. ეხლა რაც შეეხება მგზავრს, მისი საწყისი კოორდინატი x მეორე 0 არის 0-ის ტოლი, იმიტომ რომ ამას არ აქვს ის x0-ოვანი წევრი. ხოლო სიჩქარე v2x-ი არის -1.5, ნუ მეტრწამი. ეს უარყოფითი ნიშანი აქვს იმაზე მეტყოლებს, რომ მგზავრი მოძრაობს x ღერძის საპირისპირო მიმართულებით. და ბოლო შეკითხვა არის როდის და სად შეხვდებიან ერთმანეთს. ახლა როცა შეხვდებიან, მათი კოორდინატები გატოლდება. ასე რომ შეხვედრა შეიძლება წარმოვიდგინოთ ესეთნაირად, რომ კოორდინატები გაუტოლდა. ეს x პირველი უდრის x მეორეს. მასადამე შეგვიძლია ჩავწეროთ განტოლება, რომ -270 პლუს 12t უდრის -1.5t-ს. ნუ ეს 1.5 გადმოვიტანოთ მარცხნივ, 270 მარჯვნივ და გვექნება, ნუ რომ შევკრიბოთ 13.5t უდრის 270-ს. ნუ აქედან t გამოვა 270 გაყოფილი 13.5-ზე. ნუ ეს გამოვა 20-ის ტოლი. ესე იგი რას ნიშნავს, რომ ეგენი შეხვდებიან 20 წამის შემდეგ. და სად შეხვდებიან, იმისათვის რომ გავიგოთ, რომელიმე ერთ-ერთ განტოლებაში შევიტანოთ, ან ავტომობილის მოძრაობის განტოლებაში, ან მგზავრის. მოდით ავიღოთ მგზავრის მოძრაობის განტოლებაში შევიტანოთ, ესე იგი x მეორე რადგან უდრიდა -1.5, t არის 20, რადგან t დადებითი გამოგვივიდა, ეს ნიშნავს, რომ მომავალში შეხვდებიან, ესე იგი მოძრაობის დაწყებიდან შემდეგ და ეხლა რო ყოფილიყო -20 წამი, ნუ სიტყვაზე ან რაღაც სხვა რიცხვი, ხო? მინუსით რო გამოსულოდა ეს დრო, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ წარსულში მოხდა მათ შორის შეხვედრა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ იქნება წარსულში, იმიტომ რომ ავტომობილი მარცხენა მხრიდან იწყებს მოძრაობას, მოტოციკლეტისტი მარჯვნიდან იწყებს მოძრაობას. ამიტომ ეს რო დავამთავროთ, ესე იგი ეს გამოვა -30. ესე იგი შეხვედრის წერტილის კოორდინატი არის -30-ის ტოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეხვდებიან 0-დან მარცხნივ უნდა გადავზომოთ, ესე იგი 30 ერთეული. ნუ ესე იგი -30, სადაც აი ამ წერტილში შეხვდებიან ეგენი ერთმანეთს.